სამხრეთ კავკასიის დაკარგული მტაცებელი. დღეს ცოტამ თუ იცის, რომ ერთ დროს სამხრეთ კავკასიაში ვეფხვი ბინადრობდა. ეს არ იყო ინდური ან ამურის ვეფხვი, ეს იყო უნიკალური ქვესახეობა, კასპიის ვეფხვი, Panthera tigris virgata. მაღალი, ძლიერი, ბრწყინვალე ბეწვით, მკვეთრი შავი ზოლებით და ზამთარში გამოჩენილი სქელით ბაკენბარდებით, რომლებიც მას კიდევ უფრო საშიშიერს აძლევდა. მისი ბოლო კვალი საქართველოში 1921 წლის 4 დეკემბერს ჩაიწერა. მაშინ თბილისიდან მხოლოდ 20 კილომეტრში, ლელობის სოფლის მახლობლად, მტაცებელი მოკლეს ძმებმა ციკლაურებმა. ის აზერბაიჯანიდან შემოვიდა, გაიარა გარდაბნის ტყე, ხრამისა და ალგეთის ხეობები და დაიწყო საქონელზე თავდასხმა. ასე დასრულდა კავკასიის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და საშიში მტაცებლის ისტორია. საქართველოს მუზეუმის დირექტორმა ნოეკიფიანმა გერმანელი ტაქსიდერმისტები მოიწვია. მოკლული ვეფხვიდან სამარადჟამო ნამუშევარი შექმნეს, ის ერთადერთი ხსოვნა, რაც საქართველოში დარჩა. დღეს ეს ჩიჩილაკი საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ინახება. შემორჩა ფოტოც. მასზე ის ბოლო კასპიის ვეფხვი, ადგილობრივები, მონადირეები და პატარა ბავშვიც კი, რომელმაც უნებლიეთ უნიკალური ისტორიის დასრულებას მოუსწრო. კასპიის ვეფხვი ადამიანმა გააქრო, ანადგურებდნენ უსაფრთხოების მიზნით, ნადირობდნენ ძვირფასი ტყავისთვის, ტყეები და მდინარის ხეობების სწრაფად ქრება. დღეს ეს ქვესახეობა ოფიციალურად გადაშენებულად ითვლება. და მხოლოდ მუზეუმის ჩიჩილაკი და ძველი ფოტო გვახსენებს. 100-დან სულ რაღაც საუკუნის წინ კავკასიონის მთებში ნამდვილი ვეფხვი ბინადრობდა. მტაცებელი, რომელიც გახდა სიმბოლო იმისა, თუ რამდენად ადვილად შეუძლია კაცობრიობას დაკარგოს ბუნების სიდიადე.